საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია 2026 წელს სიახლეებით ხვდება. ჩვენი ქვეყანა წელს ევროპის ქალთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა სოფიო გვეტაძემ 2025 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ქალთა და ვაჟთა ჩემპიონატი რამდენიმე დღეში დაიწყება. 2025 წელი ძალიან წარმატებული იყო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო. სამი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ღონისძიება მივიღეთ და უმასპინძლეთ ძალიან მაღალ დონეზე. ეს იყო ევროპის გუნდური ჩემპიონატი, მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატი და ქალთა მსოფლიო თასი. 2026 წელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი წელია, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ასევე როგორც მასპინძელი ქვეყანა ვუმასპინძლებთ ევროპის ქალთა ჩემპიონატს 2026 წლისას და წელი იწყება საქართველოს ქალთა ჩემპიონატით და ვაჟთა ჩემპიონატით, რომელიც უკვე რამდენიმე დღეში აიღებს სტარტს და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ფედერაციისათვის. აღსანიშნავია, რომ მონაკოში გამართულ ქალთა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენლებმა 6 შესაძლო მედლიდან 3 მოიპოვეს. სოფიო გვეტაძემ აღნიშნულ შეჯიბრზეც გაამახვილა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ მონაკოში გამართულ ჩემპიონატზე ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ნინო ბაციაშვილმა. სოფიო გვეტაძე კი ბრინჯაოს მედალს გაეუფლა. ასევე მედლების მხრივ გამორჩეული წელი იყო წლის დასაწყისში მონაკოში გამართულ ევროპის ჩემპიონატში ქალთა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს წარმომადგენლებმა შევძელით 6 შესაძლო მედლიდან 3-ის მოპოვება. ერთ-ერთი მედალი მეც ავიღე სწრაფ ჭადრაკში, მესამე ადგილი დავიკავე, რაც რასაკვირველია, უდიდესი წარმატებაა როგორც თითოეული ჩვენგანისათვის, ასევე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისათვის.